მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. ეს ადგილი გესნობათ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რუსთავში, კავკასიის ავტომარკეტში შევისეირნეთ და ერთმა მანქანამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ეს მანქანა არის AITO M7 Plus Huawei-სგან. ავტომობილი Huawei-სგან ჩინური მანქანები კარგ ნახვას აგროვებს, იმიტომ რომ ინტერესი არის დიდი ჩვენ ბაზარზე. ქართველებსაც აინტერესებს, ჩვენ მაყურებელს აინტერესებს ჩინური ავტომობილები, იმიტომ რომ ჩინური მანქანები რო გადავიღეთ და დავდეთ ჩვენს არხზე, რავი, საკმაოდ ბევრი ნახვა დააგროვა, ინტერესი დიდია და ჩვენს გადავწყვიტეთ კავკასიის ავტომარკეტიდან წამოგვეყვანა ერთი AITO. ნუ Huawei იცით რომ გიგანტი კომპანია არის და ეს ჩინელები მოკლედ არავის ამბოსუნთქვის საშუალებას აღარ აძლევენ. აი გადაწყვიტეს რომ ყველას დაუმტკიცონ რომ არიან ყველაზე მაგრები და ეს რატო? იმიტომ რომ დაბალ ფასიან ავტომობილებს უშვებენ მაღალი ხარისხით. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩინელებმა გააკეთეს ისეთი რაღაც, რომ იაფად გთავაზობენ აი ძვირიან პროდუქტს. ზუსტად მაგისთვის წამოვიყვანეთ ეს მანქანა, რომ გავეცნოთ და ვნახოთ, მართლა ეგრეა თუ უბრალოდ გვატყუებენ და მარკეტინგული ხრიკია. რაც ჩინური მანქანები გადავიღეთ, თქვენ ნახავთ ჩვენ არხზე, ეს იყო ზიკრი იყო, ავატარი იყო, ლისიანი იყო, ყველა არის პრემიუმ სეგმენტის ავტომობილები და ნუ მართლა რავი მოგვეწონა ასე თუ ისე. კარგი შეფასება მიიღო ჩვენგან და ნუ მაყურებელსაც ასე თუ ისე მოეწონა, იმიტომ რომ კომენტარებიდან ხვდებით ხოლმე ვის მოწონს, ვის არ მოწონს და საკმაოდ ისეთი კარგი შეფასება მიიღო ყველასგან, მიიღო კარგი შეფასება. ამ კონკრეტულ მანქანაზე ამბობენ რომ უფრო იაფი იღირსო და ნუ მართლა ეგრეა, შედარებით იაფი იღირს, მაგრამ ხარისხი თუ არ ჩამოუვარდებაო არც ერთ ჩინურ მანქანასო. ანუ იაფად გაძლევთო პრემიუმ ხარისხის ავტომობილსო და დღეს გავიგებთ, მეც დამაინტერესა, ანუ რას გვაძლევენ იაფად, ანუ ეს ჩინელები რა მოიფიქრეს, ახლა რა ხრიკი აქვს კიდე ერთი. ნუ შეხედავთ თუ არა, ახლა პირდაპირ მიხვდებით რომ ლისიანი რომელიც გადავიღეთ, ზუსტად აი პირდაპირი კონკურენტი არის და რაღაცეებით წააგავს კიდეს, აი ფორმითაც წააგავს და ზომითაც წააგავს. ამიტომ რავი, შემიძლია უკვე თამამად დავიწყო ამ მანქანის განხილვა. არ ვიცი რატო გადაწყვიტეს ესეთი დიზაინი, შეეძლოთ უფრო ფუტურისტიკული ყოფილიყო, უფრო მომავლის მანქანისთვის დაემსგავსებინათ, იმიტომ რომ ჩინელებს ეგ უყვართ, ანუ უყვართ ახალი სიახლე შემოტანა, იმიტომ რომ აი ავატარი რო გადავიღეთ, საერთოდ სხვა სამყარო შემოგთავაზეს. ზიკრზეც ვიტყოდი რომ ეგეც ცოტათი განსხვავებულია და ნუ რა თქმა უნდა, ლისიანიც რო გადავიღეთ, იმასაც ესე თავისი, რავი, როგორ გითხრათ, თავისი ნაკვთები ქონდა გამორჩეული, რაც სხვა მანქანას არ აქვს ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში AITO უფრო სტანდარტულ მანქანას მიამსგავსეს. ხვირიდან რო დავიწყო, ეს არის ჰიბრიდი, აქვე შეგახსენეთ, ეს არ არის სრულიად ელექტრო, ეს არის ჰიბრიდი და მე მონაცემებზე ძრავზე და ელექტროძრავზე დავიწყებ საუბარს უკვე ცოტა ხნის მერე. და რაც თავარია, ფასი არ დაგვავიწყდება და მაგას ბოლოს გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ მინდა განვიხილო ეს მანქანა მოგეწონება თუ არ და მე უნდა გითხრათ ფასი, თუ რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ავტომობილი აქ. მოდი დავიწყებ იმით, რომ ეს გრილი ანუ ცხაურა, ჩვენ რასაც ვეძახით ხოლმე, ეს ქართულად რო ცხაურა მიეწერა, თავისი ლოგოთი, AITO-ს ლოგო აქვს, ეს გრილი, ეს ფუნქციონალურია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ამას შიდაწვის ძრავიც აქვს, რომელიც ეხმარება ელემენტებს რომ დაიტენოს, მაგაზე მერე გადავა და გვერდით აი ესენი მინდა გამოაჩინოთ კარგად რა. ზოგადად ყველაფერზე ხუმრობთ ხოლმე, რომ აი ჩინელები უშვებენ ისეთ რაღაცებს, რომ ყველაფერი ფეიქია, მაგრამ წარმოიდგინეთ, აი არ ვიცი, ბევრ მანქანაზე ეს არ შეგხვდებათ, თან მით უმეტეს ახალ მანქანაზე, რომ აი ესეთი პატარა გრილები, რასაა გვერდზე ცხაურები იყოს ფუნქციონალური. აქედან პირდაპირ საბურავებს ხედავ ორივე მხარეს, რაც საკმაოდ ისეთია. საინტერესოა, მე ვთვლი, საინტერესოა და კარგია. ბამპერი ძალიან ლამაზია, ახლა ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც აი ამ დიზაინს ეს ბამპერი არ უხდება მეთქი, ლამაზი ბამპერი აქვს, ესეთი დიდი ცხაურა აქვს, სანომრეს ადგილიც აქვს, იმიტომ რომ ახალ მანქანებზე ზოგადად ზოგს ისეთი ცხვირი აქვს, რომ ეს სანომრე სად უნდა დააყენო ხოლმე, ნერვები გვეშლება, იმიტომ რომ მანქანის ვიზუალს ამახინჯეს. ამ შემთხვევაში
თავისი განკუთვნილი ადგილი აქვს, სადაც შეგიძლია პირდაპირ ეს ჩვენი ქართული ნომრები მიაყენო და საკაიფოდ ეტევა. ასევე მომწონს ის, რომ რადარი აქვს სანომრის ქვევით, ან ნომრის ქვევით აქვს რადარი, არა აქვს ჭერზე ტაქსივით ამოწეული ეგ რადარი და მთლიანობაში დიზაინში ყველაფერი თითქოს გათვლილია ისე, რომ ლამაზად უნდა იყოს, ანუ ხელები ამიწევია. ეს მთლიანი daylight-ის განათება რაც აქვს, ესეც გახსოვთ, რომ რაღაც ლისიანსაც მსგავსი ქონდა, მაგრამ ამ მანქანას უფრო აი რაღაცა ჩვეულებრივი, ანუ სტანდარტული მანქანის ვიზუალები და ფარებს რაც შეეხება, კი, ეხლა ვერ ვიტყოდი, რომ აგრესიული ფარები, ალბათ უფრო ელეგანტურობისკენ მიდის, მე ესე ვიტყოდი. არაფერი ზედმეტი განსხვავებული არ აქვს, აი ამ ცხვირს რო თქვა, ვაიმე ეს რა გაუკეთებიათ, ერთ-ერთი აი ეს ბამპერის ხაურები მომეწონა, ჰაერის ამღები სადაც არის მომეწონა, ჰაერს ატარებს, პირდაპირ საბურავს უყურებთ. ეხლა ცოტა გვერდზე გადმოვინაცვლოთ, ანუ გვერდიდანაც შევაფასოთ. ეს დისკები, რა თქმა უნდა, აიტოს ქარხნული დისკები, რა თქმა უნდა, კარის ბერკეტები, რომლებიც შედის შიგნით. მანქანას როგორც კი დაძრავ, ეს შევა შიგნით და იქნება უკვე სადა. აიტო აქაც აწერია. აქ ხედავთ, რომ პარკები აქვს მიკრული, აქაც დამცავი, აქაც სახელურზე, აქაც ისინი პატარა გუბკები აქვს ლურჯი, რომ არ დაზიანდეს ვიღაცამ კარი რომ გამოახს. ეგენი ჩვენ ავაძრეთ, სულ ახალია ეს ავტომობილი და ყველა არ გავწვენით ბოლომდე. ხა რაღაცები დავტოვეთ, რომ მომავალმა პატრონმა თვითონ იკაიფოს მაგის აძრობით. უკანა კარიც გვერდიდან ისე, ხო, აი გვერდიდან რაღაც ხრივ კი, რაღაცაებს დავამატებდი, მაგრამ ანუ ელეგანტურობისკენ უფრო წავიდნენ. ანუ ელეგანტურობა ნიშნავს, რომ ელეგანტურობა შეიძლება ისე შეფუთო და გაყიდო, როგორც პრემიუმ კლასი. უკანა მხარესაც ფარები ნორმალურია, არ ვიტყოდი, რომ ყველაზე მაგარია და ასე შემდეგ. ნორმალურია, ეს განათება მომწონს, ღამე ძალიან ლამაზია ეს განათება. აქ აწერია აიტო, აქ M7, როგორც გითხარით უკვე და ნუ იქ ჩინურად რაღაც არწერებიც აქვს. ეგ შეგიძლიათ მე გადათარგმნოთ რა აწერია. უკანა ბამპერსაც შეეხება ცოტა არ მომეწონა, ხა გეტყვით ძალიან სადაა, ზედმეტად სადა არის ჩემთვის. თითქოს რაღაც დამაკლდა უკანა მხარეს, აი რაღაც თითქოს პატარა დამაკლდა უკანა მხარეს, მაგრამ აი შორიდან რომ შევხედოთ თლიანობაში, ამოვარდნილი დიზაინიდან ჩემი აზრით არაფერი არ აქვს. ანუ ერთმანეთს უხდება ყველაფერი. რავი, დანარჩენი თქვენ შეაფასეთ, იმიტომ რომ ამ ვიდეოში ბევრჯერ ნახავთ ამ მანქანას გარედან. მეტი ისეთი საინტერესო ვერაფერი ვერ შევამჩნიე, ეს შუშის საწმენდი ქვევით უყენია. აი ეს მაგასაც შეეძლოთ ზევით გაეკეთებინათ. ზევიდან რო წმენდეს, ეგ მომწონს ხოლმე და მაგას ყოველთვის აღვნიშნავ, იმიტომ რომ რეინჯებს აქვს ხოლმე ზევიდან ჩამალული როა და რაღაც ხრივ მომწონს, მაგას მივეჩვიე. ეხლა შეგვიძლია ჩავждეთ ამ მანქანაში, გადავაადგილოთ, ცოტა ინტერიერზეც ვისაუბროთ, როგორ დადის მაგაზეც ვისაუბროთ და რა თქმა უნდა, მონაცემებსაც განახებ, საბარგულსაც ავხდი და კაპოტსაც ავხდი. ფერს რაც შეეხება, ვერცხლისფერი ცუდი არ არის, რავი, შავიც მოუხდებოდა ან რაღაცა, აი, ნარდო გრეი რო არის, ეგეთიც მოუხდებოდა, თუმცა ესეც ნორმალურია და მისაღებია ჩემთვის. რა ვიცი, დაქოქილია მანქანა, გრილდება ინტერიერი, იმიტომ რომ მაგრაცხელა, ჩავждეთ, ეხლა გონება გავიგრილოთ და შეგვიძლია ინტერიერზე ვისაუბროთ. წავედით. ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოზე გადმოვედით. ინტერიერი უფრო საინტერესოა ესეთ ავტომობილებში. ზოგადად ესეთ მანქანას ვინც ყიდულობს, ყოველდღიურად გადაადგილდებიან, მით უმეტეს ჰიბრიდი, ვისაც უყვარს ხოლმე ჰიბრიდს, იმიტომ ყიდულობს, რომ ეკონომიური იყოს, მარტივი მანქანა იყოს და რავი, მაქსიმალურად მიიღონ ხოლმე სიამოვნება. მაქსიმალურად რომ სიამოვნება მიიღო მანქანისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერიერი უნდა ქონდეს ძალიან კომფორტული, უნდა იყოს რბილი, ცოტას უნდა წავდეს და უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ტევადი. მაგ ყველაფერს განვიხილავთ. ვინაიდან ჩვენ გზაზე ვართ, ეხლა მოდი დავიწყებ სიარულით ამ მანქანით, აი როგორ დადის და როგორ უმკლავდება უსწორმასწორო გზებს. აქ ეხლა კაცი არ ვიცი, ჩანს თუ არა, მაგრამ ძალიან რბილია. აი ძალიან რბილია და ჩვეულებრივი ზამბარიანი დაკიდების სისტემა აყენია კონკრეტულად ამ მანქანაზე და ნუ აი რა გითხრათ, ძალიან რბილია და მომწონს. ანუ სირბილე არის ხოლმე ორნაირი. ერთი სირბილე არის რომ მანქანა აი დაყანყალებს, აი დიდ ჯიპებს აჭირს ხოლმე. აი მაგალითად, ნუ რაპტორსაც ჭირს, იმიტომ რომ ნუ რამიან მანქანას, აი რამიან მანქანას რასაც ვეძახით, აი ეს ოფროუდისთვის და ნამდვილი SUV რაც არის, ნუ მაგებს ჭირს ეგეთი ყანყალი ზოგადად. კი რბილი არის ხოლმე ისეთი მანქანები, მაგრამ აი ირწევა. ამ შემთხვევაში ეს მანქანა დიდად არ ირწევა, უბრალოდ რბილია 21-იან დისკებზე. რა ვიცი, მაგაში ერთი დიდი პლუსი. რა თქმა უნდა, რეჟიმებიც გვაქვს, მოდი ეგეც ვანახოთ, რომ
იცოდეს ხალხმა, რომ ეკო რეჟიმი გვაქვს, კომფორტი და სპორტ რეჟიმი. ნუ სპორტ რეჟიმზე უფრო ხისტია ავტომობილი. გადავხდოთ. ნახ, პატარა ხმაც იყო Huawei-ის დინამიკიდან, იქიდან წამოიღო პატარა სპორტული ხმა. რა თქმა უნდა, უფრო ხისტია და მთელ მაქსიმალურ ძალას იყენებს სპორტ რეჟიმში. სხვათა შორის 4 და 8 უწერი აჩქარება 0-დან 100-მდე. ეს მაინც წინასწარ გეტყვით, რომ მე არ გამომრჩეს. საჭეს ოდნავ დახის და რო ტრასაზე კარგად იდგეს. არა, ნუ რბილია რა, ეხა შენ ხო გზნობ რომ რბილია, ეხა ესეთ გზაზე დავდივარ და ძალიან რბილია. ეგ მომეწონა მართლა. მოდი ისევ კომფორტი დავაბრუნოთ, ყველაფერი რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება რბილი იყოს და არც მაქსიმალური ძალა არ გჭირდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პატარა საცობში მივდივართ აი ამ უსწორმასწორო გზაზე. ხედვის არეალი კარგი მაქვს, უკანაც ხედავ, უკანა შუშას, აი ამ სარკიდან კარგად ჩანს. ვერ ვიტყოდი რომ ყველაფერი იდეალურად, ყველა კუთხე ბოლომდე ჩანს, მაგრამ ანუ ნორმალურია, მართლა კარგი ხედვის არეალი აქვს. საჭესთან კარგად ვზივარ, სივრცე მაქვს, ვერ ვიტყოდი რომ ყველაზე დიდი სივრცე მაქვს ავტომობილში, არც კი მზავარ თქო, მაგრამ რავი, ვეტევით, ორი ადამიანი წინ საკაიფოდ ვეტევით. უკანაც რა თქმა უნდა რომ გავაჩერებთ, გადავინაცვლებ და იქაც ვნახავ თუ როგორ ვეტევით. ნუ ჭერთან უკვე აღარ ვსაუბრობ, რომ საკმაოდ დიდი ადგილია სივრცე დატოვებული იმისთვის, რომ ვისაც სკამი უნდა ზევით აწიოს, თავს არ მიარტყავს ჭერს. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ კრემისფერი ჭერი არ მომწონს, ანუ დიზაინის თვალსაზრისით ნუ არ მომწონს, იმიტომ რომ გეგონება თეთრი უნდა ყოფილიყო და მე დაისვარაო და ძალიან რაღაცა ძველი დროის ფერია. ანუ კრემისფერი ზოგადად არ მომწონს არაფერი, მანქანას არ უხდება, ამოვიღე აი ეს პლასმასი მაგალითად ან სტილშია ვითომ დიზაინერული გადაწყვეტა არის და ეს კრემისფერი არის, აი კამათელი რო გაგიჭუჭყიან და რო გაცვდება, ხო იცი, ნარს რო ყომარო და რო გახუნდება და ეს ხელში უკვე გაცვეთე კუთხეებიც რო აღარ აქვს, უკვე მომგვალებული რო აქვს თამაშისგან, ზუსტად ისეთი ფერია. და აქ სხვათა შორის აქვე განახებთ, აქ აქვს კამერა. კამერა იმიტომ აქვს დამატებული, ამ ნუ ეს მანქანები პირდაპირ ვიძახი, ყოველთვის ვიძახ ხოლმე, სმარტფონებია საბურავებზე. სმარტფონები, ჩვეულებრივი ტელეფონებია. რა უნდა, რა არ მოწონს, რაღაცას მანიშნებს. აქ შეგიძლია აქედან დარეკო პირდაპირ აქედან ჩართო ეს კამერა და შენ ადამიანებს ვისაც ესაუბრები იმათ დაენახო. ზუმში ებაზრო? კი, ეგეთიც აქვს. ეგეთი ის აქვს, FaceTime-ივით აქვს თავისი ჩინური ვერსია. ეს შეგვიძლია დავკეტოთ, რო არ გვითვალთ ხალხს, ჩინეთის დაზვერვამ. ამიტომ შეგვიძლია დავხურო და წყნარად ვიყოთ. საჭე ნორმალურად გამოიყურება, აი ის ზეჩინური თანამედროვეობა არ იგზნობა, მაგრამ ეს უნდა ავაძრო, ეს აი სულ ახალი ეს მაგარია, კაი, თავის кайფი აქვს ამას ამებს რო აზრო. ზე თანამედროვეობა, რავი, აქ ეხა არ შემხვდა არაფერი არ ანათებს, არაფერი არ მელაპარაკება აქედან. ტყავით, რავი, ჩვეულებრივი ფორმაც ჩვეულებრივი აქვს, ერთადერთი აქ მესამე ფეხი არ აქვს რა, ანუ ორ ნაწილად არის საჭე. ანუ ორი ფეხი აქვს. ნუ რა თქმა უნდა, აქედან გვე მართვა, ხმის აწევა, დაწევა, დარეკვა, გათიშვა და ასე შემდეგ. ეს ახალი მანქანა რო ვიღაცა ცენტრის მანქანა ეგონება, მაგრამ ამის სადილერო, ანუ ცენტრი ოფიციალური ჯერ არ არის აგახსნილი, უბრალოდ ახალი მანქანა არის გასაყიდაც და ნუ ესენი ავაძრე, ახლა არავინ არ დაიწუნოს პარკის გამო, და რაღაც პარკები დავტოვე, მონიტორზეც არის და მეორე მონიტორზეც არის ეს პარკები გადაფარებული, არ დაიკაცოს. ერთი სიტყვით, რა ცენტრის მანქანა არ არის და ცენტრის მანქანას არ ვიღებთ, ეგ ყველამ კარგად იცით. გავაგზავნოთ მონიტორი ვახსენე და მოდი გადავიდეთ ამ მონიტორზე. ამ მანქანებს მოყვება უკვე ქარხნულად ინგლისური ვერსიაც და ჩინური, რა თქმა უნდა, ანუ ჩალიჩი არ გიწევს სადღაც დარეკვა, ეგ ვიღაც ჰაკერებთან, რომ დაკრეკილი ვერსია ჩაგიწერო, იქ უკრაინელებთან და რუსებთან არ გიწევს მიმოწერა, რომ შემოვიდნენ და რაღაც შენი ინგლისური ვერსია ჩაწერო. პირდაპირ მოუდი აქვს ეგრევე ჩინურიდან გადაყავს ინგლისურზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ჩავჯექით ყველაფერი ჩინურად იყო. ეხლა უკვე ყველაფერი ინგლისურად გვაქვს. ბევრი რა უნდა ვილაპარაკო ამაზე, ყველაფერი სტანდარტულად არის, ეს არის ჩათვალეთ მართვის პანელი, ანუ რაც გინდა რომ ამ მანქანაში შეცვალო, ყველაფერი ხდება აქედან. ნუ ეს დრაივინგი უკვე განახეთ, რომ შევით აქედან რეჟიმები იცვლება, განათებაც აქ არის, quick control-იც აქ არის, ანუ უცებ რაღაცები გინდა, აი საწვავი მაგას გინდა რომ ჩაასა, აქ დააჭერ, მაგას ვეძებდით, თავიდან რომ მივაყენით, არ იგებოდა და ნუ ეგრევე მივხვდი რომ რაღაც ღილაკი უნდა ქონოდა, აქ დააჭერ, საწვავის აუზის ხუფი გაიხსნება და მერე შეგიძლია უკვე საწვავი ჩაასხა. ნუ რა თქმა უნდა, ეს sunroof-ი და შეიდი რო აწერია, აქედანაც იხსნება, მაგრამ აქ ღილაკიც არის, მექანიკურად პირდაპირ წაარტყა და გახსნა. ეგეც ძალიან კარგია, იმიტომ რომ აქ რო არის ეძებოდა რაღაცა, აი ხა გზაზე რო დავდივარ და ზოლს რო ხედავს და ვაწრეპინებ, ეგრე რო არ მოგივიდეს რამეს არ მიეჭყრინო, შეგიძლია აქედან წაარტყა ხელი და პირდაპირ გაიხსნება ეს ჩვენი პანორამა. აქაც მინდა განახოთ, ესეც ისეთია რა, საინტერესო სარკი არის განათებებით.
და ეს მაგნიტზე მაგრდება. ნუ ტესლას ვარ მოიგონებინა რა ეშველებოდა ამ ხალხს. კი ბატონო, კი ბატონო. და აქ ეს სავარაუდოდ არის ის, რომ გიყურებს ხوار ჩაგეზინა და ცოცხალი თუ ხარო, ეგრევე მანქანამ გითხრას, გამოფხიზლდიო. ეგრევე ატყობინებს იმათ, რომ რაღაცაშია საქმე. ესე თავი ჩავაგდო რამის იზამოს. ეს ჰომპეიჯი ესე გამოიყურება, ნუ რადიო, ნავიგაცია, სეტინგები, ყველაფერი, კლიმატი, ყველაფერი აი აქ არის ამ ერთ მონიტორში. ანუ ეს თანამედროვე მანქანების უკვე ახალი თანამედროვე სტილია, ყველა გადადის მაგაზე. ნაკლები ღილაკი, მეტი ციფრული მონიტორები და ასე შემდეგ. თანამედროვეობა ეს ტექნოლოგია ეგრე განვითარდა, რომ აღარ გვჭირდება ეს დამატებითი ღილაკები და ყველაფერია უკვე გადატანილი touch-ზე, რაც ნუ მისაღებია ჩემს მომენტ რატომაც არ არის მისაღები. რა თქმა უნდა, ავარიუმის ღილაკი, ნუ ეს ისეთია, რომ ყველა ვარიანტში უნდა ირთვებოდეს და ეს რა თქმა უნდა არის ღილაკი. ეს წამოწოლილი ქართველი ჯო. ქართველებს გვიყვარს წამოწოლა, არა მართლა მაგით არ არის წამოწოლილი, უბრალოდ ამ მანქანას ისეთი გრილია გაკეთებული, საიდან ცივი ჰაერი გვიბერავს, რომ ეს სამაგრი დიდად ყველგან არ ერჭობა და აი ესე წამოვაგორეთ ჩვენი ჯო. მაგრამ პრობლემა არ არის, ჩამოსაკიდი ჯო შევიძინეთ, ამას გავხსნი ახლა ცოტა ხანში და ჩამოვკიდებ სარკეზე, რომ კარგი არომატი ტრიალებს, კარგი სუნელი ჩვენ ავტომობილში. ტელეფონი და ჯო სადაც ქონდა დადებული, ეს არის wireless charge, ორი მხარე შეგიძლია დადო ტელეფონი და დატენო wireless-ით, რაც ძალიან კარგია. ჩინელები ჩემი აზრით არიან დღესდღეობით ყველაზე მაგრები. აი ყველაზე მაგრები, ვისაც რა უნდა ის თქვით, მაგრამ ჩინელები არიან ყველაზე მაგრები, იმიტომ რომ რასაც ხედავთ, რასაც ეხებით ყველაფერი კეთდება ჩინეთში და თუ რაიმე არ კეთდება ჩინეთში, გადარეკავ და ეგრევე გაგიკეთებენ. ზუსტად მაგიტო ვაფასებ მაგ ხალხს. ანუ ყველაფერი აქვს ტიპებს რა, ნომერ პირველები არიან. რამე თუ არა აქვს, აი შენ უთხარი რომ აი ეს მინდა, გააქვს თუ თქვენს არა, აი ორ წამში გეტყვენ, გინდა შენ უთხარ კი და ეგრევე დაგიმზადებენ. აი რა ვიცი, შენ სიფათს აიღებენ და თუ გინდა რავი დინამიკზე აი აქ ამოტვიფრავენ და ჩამოგივა დინამიკი და შენი სიფათი ექნება გამოსახული მაგაზე. აი რა მაგაზე მაგარი რა შეიძლება იყოს, ანუ ვაფასებ მაგ ქვეყანას მართლა. ნახეს რა არის პრაქტიკული ხალხს რა მოწონს ამ მანქანებში, იმიტომ რომ მთელი ისტორია აქვს სხვა ბრენდებს, ხო გიგანტი ბრენდები არიან, მთელი ცხოვრება ესე ვითარდებოდნენ და ყოველ წელს ახალ ტექნოლოგიურ ინოვაციებს გვთავაზობდნენ, აი ეს და როგორც იქნა 20-25-ია უკვე მოვიდა აი ტექნოლოგიის აღზევების პერიოდია და ჩინელებმა პირდაპირ აი ეს მოწონს ხალხს და მოდი ეს გავაკეთოთ და უფრო იაფად გავაკეთოთ და ხალხს ეგეთი მივყიდოთ. რავი, აი მაგაზე მაგარი ჩიტკოდი არ ვიცი რა შეიძლება არსებობდეს. ზუსტად მაგას ვიზახი, რაც მოწონს ხალხს, ზუსტად ისინი კარგი მასალა, რბილი. აბა, დააკვირდით როგორ იხსნება, ორივე მხარეს იხსნება. ეს მარტო ამ მანქანაში არ არის, ბევრ მანქანაში არის ეგრე რო იხსნება. აი რა. ეხა დაგიწერა რომ გზას შეხედეო, აქეთ რო იყურებოდა. აი ეს მიყურას, იმენა შპიონია, ჩვეულებრივი ჯაშუშია იქ იმაზე აქვს, სტოიკაზე მიმაგრებული. ო, ნუ მაგისთვისაც არის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. ორი ჰელის ჩასადები გვაქვს, მინიმალისტურად, ლამაზად, ეს ბარი მომწონს, ელეგანტურია და ისე მაგას ვიძახი, რაც ელეგანტურია, შეგიძლია ყველა შეტენო პრემიუმ კლასად. ეს მონიტორიც მინდა აღვნიშნო, კი, touch-ია, ყველაფერი კარგად მუშაობს, კარგი ხარისხია, აი რა, ქებადიდება დაიმსახურა, მაგრამ იმასაც ვიტყოდი, რომ არც ძალიან დიდი არ არის. და პატარა ნამდვილად არ არის და ამ ინტერიერში ისია ჩასმული, აი მიწეპებულს რატომღაც არ გავს, იმიტომ აი ქვედა მხარე რო არის ჩასმული ლამაზად. უკვე ხვდები რომ რაღაცა აი მაგისთვის იყო განკუთვნილი ეს ადგილი და არ არის პროსტად დადებული და უკრიდან იმისი რა ქვია დუბელები არ არის გაშვებული კედელში და ჩამოკიდებული ნახატივით, სურათივით. ამიტომ მაგაზეს ერთი დიდი პლუსია. ნუ head-up display აქვს, რა თქმა უნდა, ეგ არ გაუჭირდებოდათ ჩინელებს. Head-up display-ს ფანი ზოგადად მე არ ვარ, მაგრამ უნდა მეთქვა, რომ ამ მანქანას head-up display-ც აქვს. ის დინამიკი შუაში რო აქვს, იმას Porsche-ს Chronos-ავით არის ამოშველილი, მაგრამ დინამიკია ჩვეულებრივი Huawei-ს. Huawei საუნდი აქვს. თვითონ ეს პანელი დინამიკების გარედან რაც აქვს, ეგეც ალბათ ხდებოდეთ, Mercedes-ებში ხდება ხოლმე ეგეთ დიზაინის დინამიკები და რა თქმა უნდა, ღილაკები, აი ეს ღილაკები, შუშის ჩასაწევი ღილაკები და ბერკეტიც, აი ეს ალუმინის სტილში რო არის, ეგეც Mercedes-ში ხდება ხოლმე. ნუ იციან რა, იციან. ტორპედო რბილია, სხვათა შორის. ტორპედოს კაკუნს თუ დაუპიოთ რბილია, ასკარად ესეთი შუმი ჩახშობილი ხმა მოდის აქაც. კი, არა, რაღაცები აქვს და ეს ხის სტილშია ფაქტურა გაწყობილი ჩვენი ინტერიერი. ნუ ხის ფანი არ ვარ მე ზოგადად, მაგრამ ისევ იმას დაუბრუნდები.
რაც უფრო ელეგანტურია, შეგიძლია პრემიუმ კლასში გაყიდო. ანუ იციან რა უნდა გააკეთონ რა, ანუ ეგეთები არ ეშლება. როცა უნდა თავისთვის ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებ. ყველგან რბილია, ანუ პლასმასი, ეს იაფასიანი პლასმასი არ გვხვდება მანქანაში. რა ზუსტად მაგიტო არის, რომ ეს ჩინურ მანქანებზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ყველგან. ანუ სადაც ეს მანქანები შედის, ყველგან აღეს ტესტ დრაივები და რაღაცები რო იდება, საკმაოდ ბევრ დადებით შეფასებას იმსახურებენ ხოლმე. და გეტყვით რატო? ყველაფერს განაპირობებს ფასი. ანუ შენ ეხა ესეთი ავტომობილი ხა ეს ბოლოს მინდა ვისაუბრო, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ხაზგავსო. შენ როცა ყიდულობ ესეთ ავტომობილს, აი აქ რასაც უყურებ და ესეთ ხარისხიანს, ევროპული რო იყიდო, ან თუნდაც ამერიკული, იხდის სამჯერ მეც. აი სამჯერ არ ვაჭარებ, ანუ სამჯერ ძვირი უნდა გადაიხადო, რომ ესეთი ხარისხი მიიღო. ამ შემთხვევაში სამჯერ ნაკლებად ყიდულობ ისეთ მანქანას, სადაც აი პლასმასი საერთოდ არ არის, რასაც ეხები არის სასიამოვნო და რბილი. ზუსტად ეგ არის, რომ ნუ მე იმსახურებს კარგ შეფასებას. ჩემგანაც ქვევით ერთი დიდი სათავსო გვაქვს, Type-C ჩარჯერებით, fast charge-ია, უხეში სათავსო, აგენ, შვენიერი, ორმაგი შუშები, 4-ვე ორმაგია. და რეჟიმები, მოდი ისე ცოტა ხანი რეჟიმებს დაუბრუნდეთ, უკვე რო ახსენი ეკო, კომფორტი, სპორტი და custom, ანუ ჩვენით რო შეგვიძლია შევარჩიოთ, ქვევით აქვს ესეთი ფუნქციები. შეგვიძლია სრულიად ელექტროთი ვიაროთ, ან თუ დავაჭერთ ამას, მხოლოდ ელექტრო ელემენტებს გამოიყენებს და ძრავს. მერე არის prefer electric, ანუ აი უფრო ხშირად რო იაროს ელექტროძრავით, მერე smart-ი არის, თვითონ გადაწყვიტავს რა უნდა და prefer fuel რო აწერია, ნუ მაგას რო დააჭერ, ან შიდაწვის ძრავით ადის რა. ანუ ეგ არის სულ დაკოქილი, ანუ ჩართული. ჩვენ რავი smart-ი ავარჩიოთ და თვითონ გადაწყვიტოს როგორ ურჩევნია ამ ავტომობილს. შერეულად როგორც ჰიბრიდი მუშაობს, ეგრე დაახლოებით ყველა ჰიბრიდი სტანდარტულად წავს 8 ლიტრი უნდა საშუალოდ, ჩვეულებრივად ქალაქში გადაადგილდები და სხვადასხვა პირობებში და ეს მანქანაც არ არის გამონაკლისი. ესე ზუსტად ეგრე წავს. ნუ შეგიძლია ბოლომდე დატენო, მე ელექტროძრავით იარო რამდენი ხანით დადიხარ, იმიტომ რომ რეალურად შეგიძლია მხოლოდ ელექტროძრავის გამოიყენო და თუ გაქვს ის პირობა რომ ტენო ხოლმე ეს მანქანა პირდაპირ სახში შეერთო, დატენო და მე მხოლოდ ელექტროთი იარო, რა თქმა უნდა საწოლს საერთოდ აღარ გამოიყენებ და ეგ იქნება. ჩვენც ახლა ქალაქში შევიკატავებთ რუსთავში, საწვავით ცოტა წავამატოთ და გავაგზავნოთ ჩვენი უხეში ტესტ-დრავი. მინდა განახოთ ძრავი, მერე ჩავაჭიროთ კიდევ ერთი კარგად რო ავჩქაროთ ამ მანქანით და საბარგული და უკანა სივრცეც აუცილებლად სანახავია. შევიდეთ ახლა ქალაქში. ადამიანი გათამაშება გრძელდება ვისოლის, რა თქმა უნდა 30 ივნისის ჩათვლით და თქვენ გაქვთ შანსი რომ მოიგოთ X1, ვინც ასხამს და ვინც ასხამს. ანუ თქვენ თუ მოიგებთ X1-ს, თქვენი ჩამსხმელს ვინც საწვავს ჩაგისხავთ, ისიც გახდება გამარჯვებული სულ ახალი BMW X1-ის გამარჯვებული. აქ არ მთავრდება გათამაშება, რა თქმა უნდა ვაუჩერები თამაშდება, საგზურები თამაშდება, iPhone-ები თამაშდება და რა თქმა უნდა კიდე ქულები თამაშდება. მნიშვნელოვანია გამოიყვანოთ თქვენი QR კოდი, აპლიკაცია თუ არ გაქვთ ჯერ კიდევ გადმოწერილი, შეგიძლიათ App Store-დან გადმოიწეროთ, დააყენოთ თქვენს მობილურ ტელეფონში, გამოიყენოთ აპლიკაცია ვისოლის და ჩაასხათ 50 ლარის საწვავი. 50 ლარის საწვავი და ზევით გაზრდოთ იმის საშუალებას, რომ გათამაშებაში ავტომატურად მიიღოთ მონაწილეობა. SMS შეტყობინება მოგივათ, გახტებით თუ არა გამარჯვებული ამ პრიზების, რომელიც მე ჩამოვთვალე. ამიტომ 30 ივნისამდე კიდე გაქვთ შანსი, რომ გახდეთ ამ პრიზების გამარჯვებული და რა თქმა უნდა, მთავარი პრიზი არის სულ ახალი BMW X1. მიკაი სადა აქ? აი სათქონი აქეთ აქ. ახუფულია. სპეციალურად ავხადე რომ აი ძრავი უნდა მენახებინა თქვენთვის. აქ ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავი დევს. ნუ შიდაწვის ძრავი რა ბენზინზე მომუშავე ძრავი დევს. 1 და 5 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავი არის. რომელიც ეხმარება ამ მანქანას რომ დატენოს და რა თქმა უნდა ეს ჰიბრიდული სისტემა რაც არის რომ ორივე ერთად კომბინირებულად იმუშაოს და
ნაუცი ჰიბრიდი რაც არის მაქსიმალური ზალა გამოიყენოს. მოდი ახლა გადავიდეთ მაგაზე ზუსტად. კომბინირებულად ეს გამოიმუშავებს 450 ცხენის ზალს, რაც საკმაოდ კარგია და 660 ნიუტონს. ეგეც ძალიან მაგარია. კონკრეტულად ჩვენი არის 4-ვე წამყვანი, ანუ dual მოტორია და რა თქმა უნდა უკანა წამყვანებიც არის. უკანა წამყვანების რეინჯი უფრო მეტია, ანუ უფრო მეც გადის, მაგრამ 4-ვე წამყვანი უფრო ჩქარია სტარტიდან 4 და 8-ში ჩქარდებაო, ესე იძახიან 4 და 8-ში რო არ აჩქარდეს, ნუ დაახლოებით 6-მდე ხო აჩქარდება. ეგ ნორმალური არის ესეთი მანქანისთვის, მაგ მონაცემებისთვისაც ნორმალურია და ნუ ერთი სიტყვით 4-ვე წამყვანი ვისაც უყვარს, მათთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი. მაგრამ ნება თქვენია, შეგიძლიათ უკანა წამყვანი იყიდოთ, რომელიც უფრო მეც გადის, ან 4-ვე წამყვანი ესეთი, რომელსაც უკეთესი სტარტი აქვს და გამოიყენოთ ხოლმე ეგ რაღაც აჩქარება თქვენი სიამოვნებისთვის. მაგრამ მე ამ მანქანას ხომ მაინც და მაინც ჩქარასიარულისთვის არ გამოვიყენებდი. თუმცა ცუდი აჩქარება არ არის, 4 და 8 ქარხნულად წერია, აი 5 წამი ვთქვათ. ყველაზე ცუდ ვარიანტში 6 წამი ვთქვათ, რა მთელი ოჯახი რო გაზავს, რომ დასტარტავთ ჩუქნიშანზე 6 წამი იყოს. მოდი ახლა დავუბრუნდეთ რეინჯს. 165 კილომეტრს გადის სრულიად ელექტრო, ანუ იქ რო განახეთ ღილაკი, რო დააჭიროთ მარტო ელექტროთი თუ გინდათ სიარული 165 კილომეტრს გადის. ზუსტად ეგ არის, რომ თუ თქვენ ისეთ ადგილას მუშაობთ, ან გიწევთ ისეთ ადგილას გადაადგილება, რომ დატენით სახლში და მიხვალთ და მოხვალთ, ფაქტიურად შიდა წვის ზრავი შეგიძლიათ აი დაივიწყოთ და 165 კილომეტრი არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალაქში იმოძრავო. მაგრამ თუ გინდათ რომ კომბინირებულად, ანუ დააჭიროთ ის აი შორგზაზე მიდიხართ ან რაღაც 165 კილომეტრს უნდა გაცდეთ. კომბინირებულად გადის 1100 კილომეტრს სრულიად დატენილი და რა თქმა უნდა, ნუ აუზით სავსე უნდა იყოს. უკანა წამყვანი 1200 გადის, ცოტა მეცაც გადის. ჯერჯერობით ახლა რა მონაცემებსაც გაწვდით, ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ პირდაპირ კონკურენტია ლისიანის. ნუ ისიც მინდა ვახსენო, ახლა თავს ვერ დავდებ, მაგრამ ალბათ მაინც გონია, რომ ჩინელები ამ მანქანას მაინც ჩინური ბაზრისთვის აკეთებენ. თავის პირველ რიგში თავის ხალხს აწვდიან ისეთ მანქანას, რომ არ გაიხედონ უცხოური მანქანებისკენ, ანუ ევროპული მანქანებისკენ, ამერიკული მანქანებისკენ, იაპონური მანქანებისკენ. პირდაპირ თავაზობენ ყველანაირ ვარიანტს. ეგ ძალიან დასაფასებელია, მაგრამ მაინც მე მიწევს, მე ვალდებული ვარ, რომ საქართველოში ვცხოვრობ და შევადაროთ აი ამ ფაში სხვა ავტომობილებსაც. ნუ ფასზე უკვე ბოლოსკენ გადავარ, ლისიანს კონკურენციას მარტო მითი არ უწევს რომ რაღაცა ბევრს გადის იგივენაირად გადის იგივე წვა აქვს, იგივე ზომა აქვს, იგივე დიზაინი, არა, კონკურენციას პირველი რასაც ურტყავს ეს არის ფასი, იმიტომ რომ ადამიანი რომ მიდის და ხედავს ორი პროდუქტი დევს ერთნაირი და ერთი ღირს რაღაც 30 და მეორე ღირს 60, რა თქმა უნდა 30-იან სიანს აიღებს. ეხლა ჩვენ წავიდეთ, უკანა სივრცეს მინდა განახოთ, კიდევ ერთი ადგილი უნდა შევარჩიო, საბარგულით მინდა განახოთ სივრცე როგორი ტევადია, მაგრამ ჩვენ აქედან იმიტომ მივდივართ, რომ ეს მონაცემები რაც გითხარით 450 ცხენის ზალ და 660 ნიუტონი უნდა გავტესოთ აუცილებლად. აი აუცილებლად უნდა ჩავაჭიროთ ამ მანქანას. ეხლა წავიდეთ, ჩავაჭიროთ, ყველაზე საინტერესო ბევრისთვის ეგ არის ხოლმე ჩემი ემოციები, როგორ ვაფასებ მანქანას ჩაჭერის დროს და მე რა თქმა უნდა უკვე დასასრულისკენაც გადავალთ და იმ ფასსაც გეტყვით, აი რამდენად შეგიძლიათ მოხვიდეთ და ეს ფული დადოთ და ეს მანქანა წაიყვანოთ. წავედით, უეჭველი უნდა ჩავაჭიროთ. სამი, ორი, ერთი. ბოლომდე დატენილი არ არის, ნუ ვიცოდი რომ ვერ გაფრინდებოდა, თუმცა უკვე რავი მაღლა ვერხებზე მიაქვს ცოტა. ხო, ნუ არა, 450 ცხენი არ იგრძნობა, ერთადერთი იმას დავაბრალებდი, რომ 13%-ია ელემენტი, ანუ ცოტა რო ვიარეთ დაჯდა. იმიტომ რომ თავიდან electric only ქონდა მითითებული და ის ელემენტები ბოლომდე დასვა და ნელ-ნელა ტესტ-დრაივის პერიოდში გადავხდეთ უკვე smart-ზე რომ თვითონ დაეტენა ელემენტები. ერთი სიტყვით, ბევრი რო არ გავატრაკო და არ მოგაწყინოთ, ნორმალურად ადის, ანუ ეხლა რომ მივგორავ და გასვაჭე, რა თქმა უნდა მიდის. ჩქარიაო, ეხლა რა ვინმეს თუ ეგონა რომ ეს ჩქარი უნდა ყოფილიყო, არა, 450 ცხენის ზალა კი კარგად ისმის, მაგრამ რეალურად 2 ტონა ნახევრამდე არის ეს მანქანა, ანუ 2 ტონა და 300-დან არის 2 ტონა ნახევრამდე. ანუ არ არის ჩატე მანქანა, საკმაოდ ძლიერი მანქანაა და 450 ცხენი არის ნორმალური მონაცემები, ანუ ნორმალური სიმძლავრე არის იმისთვის, რომ შენ აბგონზე ვიღაცას გადაასწრო, ჩააჭირო, წახვიდე, ახლა რო ვაჭერ, რა თქმა უნდა, მიდის საკაიფოდ, მაგრამ
ნუ ის ცხენები არ არის, რომ ამეთი ვიღაცას გაეჭიმოდა, თქვა რომ ეს მანქანები ჩქარიაო. M7 კი არის, მაგრამ რომ მოაძროდა 7 დატოვა უკვე მაგისას აკეთებს. დიდი გაზაობის მერე გადავახურეთ, მანქანა დავანგრე, ასფალტი დავადუღე, საბურავები გავცუცეთ, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ყველა სპორტული მანქანა ვერ იქნება. როგორც შეგვიძლია საბარგულს ჩავხედოთ, ამორტიზატორები მიაყარეს ჩინელებმა, რაც არ უჭირთ იმენა ნავაროტკებია, იმიტომ მაინც თვითონ აკეთებენ ყველა, ფარდაც გვაქვს აგე. მიკროს რო ელექტრო არ არის. ჩინებს ასეთ ყველაფერია. ერთი სიტყვით სივრცეს თქვენ თვითონ ხედავთ, მე რასაც ვიძახ ხოლმე მირჩევნია რომ გამოვაჩინო და გავამყარო ჩემი ნათქვამი, კარგი სივრცეა, სუდი სივრცე ნამდვილად არ არის. მოიცა? აჰა, ესეც ყოფილა. სხვა რაღაც მეგონა სრუგანგაშია. დენსკვიტა, დენსკვიტას გვაქვს. აქ ნასოსი გვაქვს და რაღაც ინვენტარი, მანქანა თუ გაგიფუჭდათ, აქ აკუმულატორია, მაინც რო იცოდეთ. აქეთ კიდე სათავსო არის. აი ესეთი სათავსო გვაქვს, შეგვიძლია პარკები რაღაცეები ჩავდოთ, რაც მყარი არ არის, ისეთი რაღაცეები ჩავტენოთ. სივრცე არის, ნორმალური სივრცეა. თან ნუ ავტომატურია ეს, რაღაცა ის სირობა არ შემოგთავაზ, ხელით არ ეჯაჯგურები. ეგეც გასათვალისწინებელია იმ ფაში, რა ფასაც გვთავაზობენ. უკანა სივრცე ესე გამოიყურება, თქვენ ალბათ კადრებს მაინც ნახავდით, მაგრამ მე უნდა ჩავჯდე. ესენიც რო იცოდეს, ეს არის გაჯეტებისთვის. აქ შეიძლება მონიტორი დააყენო, მაგიდები იყიდება და რაღაცები, ანუ 1000 რაღაც შეგიძლია დაამონტაჟო აქ. ეს არის მაგ გაჯეტებისთვის სამაგრი არის. თან აქედან შეგვიძლია ეს გავწიოთ ეს კამი თუ არავინ არ არის, ან რაღაც უკან ზიხარ ვიღაცას მიყავ ხარ სახში, გალეწელი მთვრალი თუ ხარ ჩვენ შემთხვევაში, აქ ჩასადები, აქ აი სასმელი გიდევს და ვიღარეტევი გინდა გაწიო ეს კამი, შეგიძლია აქედან გაწიო და აღარ იწვალო. რა თქმა უნდა, მძღოლის ხარეს ეგ არ არის, იმიტომ რომ მძღოლს არ უნდა უშლეს ხელს არავინ. ესეც უკვე გითხარით, რა თქვენ გემოზე შეგიძლიათ დაარეგულიროთ, დაბერვა, გათბობა, სავარძლების გათბობა, სავარძლების დაბერვა და ნუ ყველაფერი გაქვს ერთი სიტყვით. დროა ვახსენოთ ფასი $35000. ნუ $35000 ალბათ დამეთანხმებით, რაც განახეთ ამ ვიდეოში, ის მასალა, რითიც არის გაკეთებული ინტერიერი, ეს ექსტერიერი, ეს დისკები, ფარები, მთლიანად მანქანა, ან მთლიანი მანქანა, რაც ნახეთ დღეს, შეგვიძლია შეიძინოთ $35000. მე მგონი ძალიან სამართლიანი ფასი აქვს. ეს არ არის მეორადი რაღაც 200000 გარბენი და მეორე დიხანიაზე გახსნილი. ეს არის სულ ახალი, ანუ სულ ახალი პარკებს სათითაოდ მევაძროვდი ეს დამცავები რაც ხო მიავაძრე და $35000, მაგიტომ მინდოდა რომ ფასი ბოლოს მეთქვა. აი, მინდოდა გენახათ რატო ვაკებ, რატო ვადიდებ და იმიტომ რომ $35000 მართლა მაგარი მანქანა. ისევ იმას ვიტყოდი. ეს რო ღირდეს $60000, აი მიხვედი სადმე, რავის, სადილერო თუ გაიხსნება ოდესღაც და რაღაც ცენტრი და მიხვედი ცენტში და ამ მანქანას ყიდულობს $60000. $60000 ესეთი ნაზი არ ვიქნებოდი, ჩემს სიუხეშეს ჩავრთავდი, მაგრამ $35000 სიუხეშეს ჩაუწიეს, ეს გადმოვაკელი, ჩამოიწია ეს ლეველმა სიუხეშეს. იმიტომ რომ $35000 დღესდღეობით რო გადახედო, ნუ კი მეორადებში რაღაც არჩევანი გაქვს, ნამდვილად ხა ვერ ვიტყოდი რომ $35000 კაი მანქანას ვერ იყიდიმეთი, მაგრამ ადამიანს თუ უნდა ახალი მანქანა, $35000 შეუძლია ესეთი მანქანა იყიდოს. მეტი ქებადიდება ამას არ ჭირდება. მინუსები მე ვაღიარე, ის იყო რომ ექსტერიერზე არ ვგიჟდები, ინტერიერი ნორმალური აქვს. დისკები ქარხნული მანქანისთვის, ესეთი მანქანისთვის ნორმალურია, სიარული ჩემთვის მინუსია, არ ვიცი, ჩემთვის ზედმეტად ნელი იყო, მაგრამ ზოგადად ეხა ვინც ესეთ საოჯახო მანქანას ყიდულობს, გათვლა არ აქვს ხოლმე იმაზე, რომ ჩავაჭერ უნდა გავფრინდე და რაღაც ციფრებს წაითამაშოს იქ. ამიტომ ვიღაცისთვის პლუსია, ჩემთვის მინუსია. მინუსები ითქვა, პლუსები ითქვა. მე მგონი ნორმალური ტესტ-დრაივი გადავიღეთ, გავეცანით კიდევ ერთ ჩინელს. ერთი სიტყვით დაგემშვიდობებით, ეს იყო უხეში ტესტ-დრაივი ჩვენგან, უხეში ხალხისგან. მომავალ შეხვედრამდე. დროებით. აიტო, დიდათ აწერია აიტო, თავისი ლოგო არა უკან, ხო. დედის ტრაკი აქვს, გზას 1 საათია ვიდეოს ვიღებ და 40-დან ვერ ამოვედით და ეხლა თქვათ რო აკეთებენ, აგერ გაასწორეს, ეს არკესავით გზა იქნება. ინტერიერის დიზაინზე რამ ნატუინი. იმაშობა, ჩადეგი, ზოლზე რო თან გიყურო, თანი ზოლი ავარტყა, ეგრე არ გამოდის, ძმაო.
ეგ უნდა გაეთვალისწინებინა test drive-ზე რომ მიყავს ვიღაცა ეგ ზოლები არ უნდა შეცინო. დაინო მოუდი. test drive mode უნდა კონდეთ. სად გაგექცა თავი შეცესლაში. რა ხდება ჩემ? ხომ შვიდობა გაქვს, მა?